პეტრე იყო დაინტერესებული პირიო, დავით ფაცაცია ამბობს. თქვენ როგორ ფიქრობთ, საქმეში იკვეთება ეს, რომ მეუფე პეტრე იყო დაინტერესებული პირი? ერთი წუთით დაინტერესებულია ყველა ერთი წუთით რა უკაცრავ დაინტერესებულია ყველა ის ადამიანი ვისაც უნდა სამართლის გზაზე სიარული ყველა ის ადამიანი დაინტერესებულია ამ არანორმალური რაღაც დანარჩენს ესე ხო იცით როგორი რაღაც აქ ალბატონო ნანა ეხა ჩვენ რო საუბრობთ არა იცით მე არავის ერთმანეთს არ ვადარებ დიდი ბოდიში რა თქვენ არა თქვენ რა იცით ვის რა უნდა მე ხო ვიცი რომ თქვენ ამ დროს ყველაფერს დაკნართით მთელი სინოდი და 50 არ მინდა თქვენი დახმარება თქვენ თავს თქვენ დაეხმარეთ თქვენ თავს და თქვენ გუბს შენ თქვენ რა ამჭირდება ნუმერმიულობ თქვენ ჭირდება თორე არაფერი ამჭირდება ავენოდოთ და მოვისმინოთ რას ამბობს ნუ ერთი ადამიანი 100 კაც შეიძლება უდრიდეს მაგრამ რაოდენობაზე შენ ორიენტირება რა ჩემო კარგო რა და რაც გინდათ ის ბრძანეთ მე გეუნები ერთ რაღაცას რომ ის რასაც თქვენ საუბრობთ ის რასაც თქვენ ესე აფასებთ ეს არის ელემენტარული თქვენი კარგად გაანალიზებული კარგად შერწყმული და კარგად ჩამოყალიბებული გუნდური მიდგომა გასაგებია რაც შეეხება არანაირ მოკვდინებაზე არ არის ჩანაწერზე ლაპარაკი და ბატონო გიორგი თქვენი სახელი თუ დათო ხო და აქედან გამომდინარე ამ დაგვარი სიტყვები საერთოდ არ არის ნახსენები და თუ გაქვთ თავიდან ბოლომდე მოსმენილი კარგად გაანალიზეთ საერთოდ რა თემებზეა ლაპარაკი და ესე მშრალი ფაქტები ეს ზოგადი ლაპარაკი ეს უნდა იყოს მყარი ფაქტები რომელიც გამოძიებას არ გააჩნია და ესეთი შეფასებები რომელიც 6 თვის განმავლობაში მოდის ჩვენ ისინი ელოდებიან იცით როგორი რაღაცა მხოლობითში იქნება გამოიყურიოთ საერთოდ თუ არსებობდა ეგ საქმე და როგორც გამოიყურიეთ გადადიხართ პოლიტიკური იმაში რომ თურმე პატრიარქის მოწამვლაზე იყო ლაპარაკი და მე პროკურატურამ შეცვალა ლამის ჩვენ პროკურატურის მონაწილეებად გავხადეთ მე მგონი ყველაზე დაახლოებული თქვენ ახართ პროკურატურასთან და თქვენ მიყავთ ხან ერთი ვერსიებით ხან მეორე ვერსიებით და მაგას თავი დავანებოთ რა სიმართლეს თავისი ადგილი აქვს და თუ ვინმეს იმისი თქმის არ იყოს რომ ვითხოვი ქოსატყუილობა იყო არ მეგონა მე დავით რა ვიცი ვარმე ალბატონო ნანა კეთილი ინებე და ცოტა იცოდე ქოსატყუილობა ვის უნდა დააბრალო ეგეთი შეურაცხყოფები არ კადრულობ ისეთ სიტყვებს ეგეთი შეურაცხყოფა რა ვიცი ახლა სტუდიაში რომ იყო აბეთუბროს ნაზად გამელაპარაკებოდი რა არის და რას ხვენთი მანდელზე ილაპარაკეთ ჯერი წახოდით იარაღი ჩაგდებოდიაო მე სამ დღეში თქვით რომ არაო მამა გიორგისი იყო ეს იარაღიო და იარაღი გამალათები უკანაო და ვერ გავიგეთ ახლა როდის ხვდით როდესაც იცახოდით ჩაგდებოდია თუ მაშინ ხვდით როდესაც იცახოდით რომ გაუправეთ პროკურატურას და ყველაფერი ანაბეჭდები ქონდა დევნები ქონდა და თქვენ გაუправდეთ პროკურატურას ქონდა იარაღი ვერ გავიგე როდის იტყვებოდით თავში თუ ბოლოში როდის იტყვებოდით ახლა თქვით როდესაც იცახოდით რომ ჩაგდებოდია თუ როდესაც იცახოდით რომ დიახ თქვენი თრო ეგეთი დამცველი ხარ გიორგი მამალაძე დაწყნადი შეშემოგვეშე